გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კაკლისა და ნუშის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. მათ დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კაკლისა და ნუშის წარმოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კაკალი და ნუში არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დარგი, რომელიც იძენს საექსპორტო პოტენციალს, შესაბამისად მნიშვნელობიდან გამომდინარე შექმნილი არის მინისტრთან საბჭო, რომლის ფორმატშიც შესაძლებელი არის, რომ დარგის წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვიმსჯელოთ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც დარგს აქვს და რა მექანიზმები შეიძლება იყოს შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელშეწყობილი იყოს დარგი და კიდევ ერთი საექსპორტო პროდუქცია შეიქმნას. აღნიშნული საბჭო, აღნიშნული ფორმატი, რომელსაც სამინისტრომ ჩაუყარა საფუძველი, ასე რომ ვთქვათ, და განახორციელა ეს შეხვედრა, ძალიან ღირებული არის ფერმერებს და ზოგადად, ასე რომ ვთქვათ, სექტორში ჩართულ პირებს აქვს პირდაპირი შესაძლებლობა პირდაპირ მიაწოდონ დაინტერესებულ და უფლებამოსილ პირებს, ასე რომ ვთქვათ, ყოველგვარი საჭიროებო საკითხები, რაც სექტორში არის და მიიღონ სწრაფი რეაგირება ამ კონკრეტულ პრობლემებზე თუ გამოწვევებზე, რაც სექტორში ფიქსირდება. ძალიან კარგი სიახლეა, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა გამოწვევები არის. შემთხვევაში ახალ-ახალი, იმიტომ რომ სოფლიო ბაზაზეც არის სტატიკური რაღაცები იცვლება და თუ ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ყველა მიმდინარე პრობლემას ჩვენ, თქვათ, იგივე სტრუქტურა ექნება, სადაც შეგვიძლია გავაჟღეროთ, სადაც მოგვისმენენ და სადაც შედაბამისი მოქმედება იქნება, მხოლოდ ძალიან მოხარული ვიქნებით და დაწვრილება ძალიან წარადგება სექტორის განვითარებას. აქაც დღეს ახლა შეხვედრაც იყო, მე დაწვრილებული ხარ, ისეთი კითხვა-პასუხი იყო, რომ უკვე ძალიან ბევრი რაღაცა და მე მგონი წინ წავა.